პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვების მოთხოვნების სრული უგულებელყოფის ფონზე. დიუშენით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები ამ დღეს ხვდებიან უწყვეტი პროტესტით ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ივანიშვილის ხელისუფლება მათთვის არათუ მხოლოდ წამლის მიწოდებაზე ამბობს უარს, საერთოდ ყურადღებას არ აქცევს და მინიმალური კომფორტისთვის აუცილებელი ნივთების მიტანასაც უკრძალავს. საკუთარ უმოქმედობასთან ერთად კი ივანიშვილის ხელისუფლების პროპაგანდა ახალგაზრდების ქველმოქმედების დისკრედიტებასაც ცდილობს. ჯერ უცნობია აქვს თუ არა ოცნების ხელისუფლებას დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ბავშვებს მილოსვა კი არა წამალი სჭირდებათ. ამ სახელწოდების აქცია 5 საათზე კანცელარიასთან გაიმართება. მარიკა ბოლქვაძე ესაუბრა მშობლებს, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. მარიკა, როგორია მათთვის წლევანდელი 1 ივნისი? მშობლები ამბობენ, რომ დღევანდელ დღეს, როცა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები ითხოვენ წამლებს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება არც ერთ ღონისძიებას, რომელსაც ქართული ოცნება დაგეგმავს. ისინი აპირებენ, რომ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენონ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ამ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, მასის სასიცოცხლო მონაცემების გასაუმჯობესებლად მედიკამენტებია საჭირო. ამ დრომდე ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ან რომელიმე უწყებისგან, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსგან, მთავრობის კანცელარიისგან არანაირი ტიპის კომუნიკაცია არ მიუღიათ მშობლებს, არ მიუღიათ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც დაახლოებით უშუალოდ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 დღეზე მეტია აჟღერებენ, თითქმის 2 წელია კი ითხოვენ მშობლები საერთოდ შვილებისთვის წამლებს. 40 დღეზე მეტია, რაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამეებს ათენებენ, ითხოვენ მედიკამენტებს საკუთარი შვილების სასიცოცხლო მონაცემების გასაუმჯობესებლად, მედიკამენტებს, რომლებიც აპრობირებულია და უკვე წარმატებით გამოიყენება როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ქართული ოცნებისთვის ეს მედიკამენტები რატომღაც საეჭვოა. რაც შეეხება მედიკამენტებს და მათ ვალიდურობას და სანდოობას, საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების, მათ შორის FDA-ის, EMA-ს მიერ არის დამტკიცებული ეს მედიკამენტები, როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი პრეპარატები, რომლებიც ამცირებს დაავადების პროგრესირებას, აუმჯობესებს ბავშვების სასიცოცხლო მონაცემებს. მაყურებელს ვეთქვი, რომ საუბარია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ დაახლოებით 100-მდე ბავშვზე, რომელიც აღრიცხულია საქართველოში. ოფიციალურად ეს რიცხვი გვაქვს რეალურად დამტკიცებული და მათთვის აუცილებელ 4 სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდზე. მშობლები სწორედ ამ 4 მედიკამენტს და მულტიდისციპლინური გუნდის შეკვრას, ექიმებისგან დაკომპლექტებული გუნდის შეკვრას ითხოვენ დაახლოებით 2 წელიწადია. რაც შეეხება ხელისუფლებისგან პასუხს, ქართული ოცნება მათ ეუბნებათ, რომ რადგან მედიკამენტები მათთვის საეჭვოა, ახლა ამაში ფულის დახარჯვას არ აპირებენ და მშობლები ამის შემდგომ შეხვდნენ ასევე საპატრიარქოსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს, რომელიც შეჰპირდა მშობლებს, რომ ამ საკითხში შუამდგომლებდა მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, თუმცა საპატრიარქოსგანაც ამ დრომდე არ მიუღიათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პასუხი მშობლებს. ბავშვთა დაცვის დღეს კი დღეს ისე ხვდებიან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები, რომ კვლავ ითხოვენ მედიკამენტებს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. ამ ყველაფრის ფონზე ნაცვლად პასუხების და ნაცვლად რეალური გადაწყვეტილებისა სამთავრობო მედია საშუალებები პროპაგანდას იწყებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების წინააღმდეგ, აშავებენ როგორც მედიკამენტებს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც ამ მარათონში ცდილობენ ბავშვების დახმარებას, აშავებენ აგრეთვე იმ სტუდენტებსაც, რომლებმაც დაახლოებით 2 მილიონამდე ლარი შეაგროვეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის და მათი ყოველდღიური საჭიროებისთვის. მშობლების პროტესტი, 24 საათიანი პროტესტი კანცელარიასთან, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება შემოსული მედიკამენტები ჩვენი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად გადასარჩენად, რადგან ეს არის ბავშვებისთვის ერთადერთი შანსი ამ ეტაპზე. სამმა უდიდესმა სააგენტომ მისცა ავტორიზაცია ამ წამლებს და რაც ნიშნავს პირობითი ავტორიზაციაც, მინდა ავხსნა კიდევ ერთხელ, რომ პირობითი ავტორიზაცია ნიშნავს, რომ მედიკამენტებმა მოკლევადიან დაკვირვებაში იმდენად კარგი შედეგი დადეს, რომ აღარ იყო საჭიროება გრძელვადიანი დაკვირვების და მისცეს პირობითი ავტორიზაცია, რადგან დაავადება არის ურთულესი და ფატალური და ამიტომ ამ ბავშვებს არ აქვთ დრო და როგორც ზრუნავს ამერიკა და ევროპა თავის პაციენტებზე, ასევე უნდა იზრუნოს საქართველომაც.
ასევე როგორც ყოველ ორშაბათს ჩვენ დღესაც ვიკრიბებით სახელმწიფო კანცელარიასთან, რომ ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვებს ძლივდებათ წამალი. ბავშვების სიცოცხლე ითხოვს გადარჩენას და ბავშვების დაცვა ნიშნავს მათი სიცოცხლის გადარჩენას. ამიტომ არანაირ ბავშვთა დაცვის დღეს არ აქვს აზრი, თუ ხელისუფლებამ გაწირა ჩვენი ბავშვები სასიკვდილოდ. და არანაირ დღის აღნიშვნას და დღეს რაიმე ღონისძიებების ჩატარებას ის ვერ გაამართლებს, თუ ჩვენი ბავშვები ესე უმწამლობის გამო დაიხოცენ და შეუმოკვდათ მათი დღეები. ქართული ოცნების არგუმენტი ეს არის, რომ მედიკამენტები, რომლებიც ამ ბავშვებისთვის არის საჭირო, საეჭვოა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით არსებობენ მათ შორის ქართველი პაციენტები, რომლებიც უკვე იყენებენ ამ მედიკამენტებს და აქვს შესაბამისი შედეგიც. რაც შეეხება მშობლების პროტესტს, ისინი ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე არ შესრულდება მათი ძირითადი მოთხოვნები. პროტესტს აქვს სხვადასხვა ფორმა, გარდა იმისა, რომ მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ ყოველ ღამე მშობლები და ამ ფორმით ითხოვენ მედიკამენტებს საკუთარი შვილებისთვის, აგრეთვე ანონსდება აქციები, მაგალითად ყოველკვირა იმართება მარშები ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი აქციები ეწყობა ყოველ ორშაბათს კი 5 საათზე იმართება აგრეთვე პროტესტი მთავრობის კანცელარიასთან კვლავ ერთი მოთხოვნით რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს დროულად მიეწოდოთ საჭირო მედიკამენტები.